რეკლამა დასრულდა, საუბრობთ. ნატო არ გაფართოვდებაო, დავამთავროთ ამაზე ლაპარაკიო და დგას ახლა ჩვეულებრივი უკრაინელი, რომელიც ოჯახი ამოუწყდა, ხალხი, ამდენი ხალხი გაიჟუჟა და სხვას კითხავს. ისთვის იმწოდი, კაცო, ქართული ისოა მულტფილმი რომ ტრობა. კომპლექს რო ურტყავენ ერთმანეთს და მე ჩვენ რითო ჩხუბობთ მე კითხავს ისთვის გაიჟუჟა ამდენი ხალხი დამაგებინო მეგობრო კიდე ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია და კიდევ ერთი ესე იგი ერთგვარი წრე გავაკეთოთ თავარი პრობლემა რასაც ჩვენ ვამბობდით და მერტმაც გვიშალა და ქართველები მაინც აცილები ვართ რაღაცეებზე მიშამაც აქცრა და რაღაცეებზე სიგიჟეებზე აცილები აღმოჩნდით ჭკვიანი ხალხი ვართ ეხლა მივხვდი რატო გადავჭით ამდენი ხანი სხვები რატო ვერ გადარჩნენ მე დიდი გულისტკივილი სხვა ერებზე შემიძლია თქვა რომლებიც აი ეხლა ჩვენი მეზობლები ალბანელები ხო და ასე რატო გავგადა რაღაცა ისტორიული სამართლიანობის და განჭრეტის ინსტინქტი გვაქვს ჩვენ ალღო ანუ ჩვენ ხედავდით რომ რუსეთს ესე ვერ მოერევიან ჩვენ მოგწონს რუსეთი თუ არ მოგწონს ჩვენ რუსულ კულტურას ახან ვიცნობთ რუს რო ომი უყვარს და შეუძლია და შამპანურს რო დაუკეტავ $1000-იანს გახსოვთ ბორელი რას ამბობდა? ეხლა ვეღარ ჩამოვლენ და ბრილიანტებს ვეღარ იყიდიან და კურშაოვში ვეღარ იქებებ. ბორელზე დავამატებ რა და ეხლა ბორელი მოწოდებს ავრცელებს ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს დაიცავით ევროკავშირის სუვერენიტეტი. კი ბატონო, ხო, ევროკავშირის. სუვერენიტეტი დაიცავით ეს ბორელი ნიშნს უგებდა რომ აი ფუფუნების საგრაფ და ეგონათ რომ რუსიერი რომელსაც ჩვენ დაგაგზავნოთ ამას რო გაიგებდა რომ მაგალითად ხიზილადას ვერ შეჭამს კურშაველში და 1% ჭამდა და იმისადმი ძალიან დიდი უკმაყოფილებაა რუსებში ვინც ამას აკეთებდა ეს თუ დაყრეს იარაღს და პუტინს ან იარაღს შეატრიალებს პუტინის წინათ ნუ ეს ისინი აქციის პატრიოტა რუსული კულტურა ეს არის პრინციპში ტანჯვის კულტურა და მეომარი ომის თვითგვემის უფრო ტანჯვის არა ხო აი დოსტოევსკის თვითგვემა ანუ მაგას თავი დავანებოთ მოკლედ ეხლა რა სიტუაციაა რომ ჩვენ აღმოჩნდით ქართული ხელისუფლება აღმოჩნდა ყველაფერში მართალი აბსოლუტურად აღმოჩნდა ზუსტად გათვალეს, ოღონდ მართლა საოცარია, როგორ ზუსტად ნაბიჯ გათვალეს. აი მაგალითად, შეგახსენებთ რას აკეთებდნენ. ჩვენ რომ უყურებდით 22 წლის მერეც. ახშობლებულები ვიყავით, რომ უფრო მკვეთრად ნატო არ მოქმედებს, აი ელს რატო არ აგდებს და ასე. აღმოჩნდა რომ ეს ჩვენი ემოციებია და როგორ შეძლო ამ ხალხმა, ქართველებმა, რომ თავი შეიკავეს და ნაბიჯ იქამდე მიიყვანეს ხალხო, თვითონ გაბანძდნენ ისინი. ანუ უყურე როგორ არის ისე წინამდებობდნენ დიდი წინამდებობა ამათ რაღაცნაირად გაამაგრებდა ხო აი რომ გაგვეგდო ელჩი არ შემოგვეშვა ის მინისტრი გერმანიის ჩვენ ხო მაგაზეც ვამბობთ ხო რომ ისინი ეგ არის პროვოკაციული ხო და მათაც ეგ უნდა დიდი ცნულება იყო რა თქმა უნდა არა როცა გამოდის ეკლესიას გიგინებს ვიღაცა ხო ნელ-ნელად არატრადიციული ადამიანი ხო თქვა რომ ამ სტრატეგიაში ბიძინა ივანიშვილის როლი არის უდიდესი რომ მისი სტრატეგიული ხედვების აი ნაბიჯ ნელ-ნელა მივიდე რომ თუთიყოს გასცევდა ის რა ქვია ბუმბული აი თვითონ ანუ როგორ მივიდე იცი რომ აი თემა რომ მიცე დააცადო შენ არაფერი არ თქო თვითონ გააბანძებენ ყველაფერს რა და შესაბამისად ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი არის მე მინდა უბრალოდ გითხრათ რომ ძალიან მალე ყველაფერი დასრულდება ომის დასრულების შემდეგ აქ იქნება უკვე სხვა სიტუაცია სამყაროში იქნება სხვა სიტუაცია ჩვენ ეკონომიკურ აღმოსავლეთს განვაგზავნებთ და ოპოზიციაც გვეყოლება ბუნებრივად იმიტომ რომ სვეტა მესტა როგორც ოკუპანტები ამბობენ პუსტენი ბывает მე ჩემი ანუ ხო ვიცით რომ აი TikTok-ი შენი გემოვნების მიხედვით აწყობს არა მარტო TikTok ხო ნუ ყველაზე კარგი ხო ყველაზე კარგი TikTok-ს აქვს შედარებით და ძალიან ესეთი ძალიან საინტერესო ფენომენი აღმოაჩინე რომ ერთ-ორჯერ ანუ შემთხვევით ანუ სულ მიგდებს მოლდოვურ რაღაც ვიდეოებს ოღონდ თავარი რა არის თქვენ ვერ წარმოგიდგენთ მაგრამ მოლდოვაში როგორი კულტი არის ჩვენი ხელისუფლების ოღონდ რა ხალხში ოღონდ რა პონჩი რომ კარგი თუ იმათმა შეძლეს ჩვენ რატო ვერ შეძდით რომ ამ ტიპებს აქვთ ეს აი ყოველწლიურად ნახობ ასეთ ვიდეოებს ტიპი ამბობს რომ გვისტრებდნენ დავშოთ $2 მილიარდი ეხლა ამ საქართველოს გვისტრებს $2 მილიარდი ხო ჩვენ ხო დაახლოებით ერთნაირი ხო ეხლა უკვე არის რომ გვისტრებენ 10 მილიარდით ხალხო რატო როგორ მოახერხეს ტიპებმა 4 წელიწადში ჩვენ ადგილს ვტყებრით და იმათმა ანალოგიურ თითქმის იგივე პოლიტიკით ოღონდ უბრალოდ ბევრად ადეკვატურად როგორ მოახერხეს ამ ხალხს ეკონომიკურ და არა ნახე შეხედე ანუ მე
მერასვამ. ანუ მოლდოვა დიქტატურა დაამყარა. ანუ მოლდოვამ გააკეთა ის, რასაც ევროპა ეუბნებოდა იდეაში. ჩვენგან განსხვავებით მათ ვერ უთხრეს რომ იომეთო, იმიტომ რომ მოლდოველები ძალიან ცუდი მეომრები არიან და ცნობილია იდეაში და თან იქ პრობლემა არის. კი, ანუ პირველ მსოფლიოს, ანუ ეგ არის ისტორიული მეხსიერება არსებობს, რომელიც იციან რა არიან მოლდოვურ რუმინულ არმიები, მაგრამ სხვა მხრივ ყველაფერი არის ის, რაც ევროპამ უთხრა რომ გაეკეთებია. მოლდოვეთმა ყველაფერი გააკეთა და მაინც მოუწიათ არჩევნების გაყალბება. არა, რა თქმა უნდა შალოა. რა თქმა უნდა შალოა, ანუ მოლდოვეთს ყავს ხელისუფლება და პრეზიდენტი, რომელმაც მოლდოვეთში ყველაფერი წააგეს. და მოიგეს მარტო და გაყალბებაც მოუწიათ შიგნითაც. დახურვა ტელევიზია. და შალოა, ანუ ეს და პარტიების აკრძალვაც. ანუ ეს არის მაგალითი, ჩვენ გვაქვს მაგალითი, ჩვენ ქართველებს შეგვიძლია ავიღოთ ეს მაგალითად, ანუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში თუ არის მოლდოვეთის მაგალითი, ხო, ჩვენ შემთხვევაში აი ყველაზე ცუდი ვარიანტი ის იყო, რომ ჩვენ გვეუბნებოდნენ რომ უნდა გვეულმა. ანუ ეს იყო ის ვარიანტი, რომელზეც ჩვენ უფრო მეტად გვწირავდნენ, იმიტომ რომ ითვლება რომ ქართველები ვართ, ემოციურები ვართ, აი ერთხელ უკვე ვიომეთ მანამდე 90-იანებშიც არ დაგვიკლია რაღაცებს შესაბამისად ჩვენზე კიდე უფრო არაკაცური და არაადამიანური მოთხოვნა იყო და ამ დროს საქართველოს ხელისუფლებამ გააკეთა ის რასაც მისგან არავინ არ ელოდა მოიქცა რაციონალურად ჩვენ პატერნის შეცვალა ცევის პატერნის შეცვალა ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი ბიზნესზე ჩვენ დავთავშა ჩვენ დავიწყეთ ლაპარაკი და მე როგორც ეკონომისტი ანუ რატო არის მნიშვნელოვანი აი თუნდაც ეს ამერიკული და ევროპული ინვესტიციები რა რეალურად ინვესტორები არიან ის ხალხი რომელიც ყველაზე კარგად არიან ინფორმირებულები სად შეიძლება ფული ჩადა ანუ ამერიკული ბიზნესმა ზუსტად იცის ამერიკის მთავრობა ამერიკის მთავრობის სიგნალები სად შეიძლება ფულის ჩადება სად არ შეიძლება ხო ერთი ის რომ თუ პირველად 30 წლის განმავლობაში რაციონალიზმი, რომელიც აკლდა ქართულ პოლიტიკას 90-იანებში აკლდა, მის დროს საერთოდ სხვაგან ვიყავით, გამოვლინდა გეოპოლიტიკური რაციონალიზმი საქართველოს მხრიდან, ხო, რომელიც არ ყოფილა აქამდე. და რაც კი ის ყოფილა, რა ქვია, უსტკრული ყველგან ჩავარდით. აფხაზეთის ომი იქნებოდა თუ 2008 წლის ომი, ხო? აქ მთავარი მომენტი რა არის, რომ ეხა ზოგადად საქართველოს ისტორიაში ჩვევიათ ეს მომენტი ყოველთვის ვადარებ ხოლმე ჩვენ პერიოდს ას გიორგი ბრწყინვალის პერიოდს ხოლმე გიორგი ბრწყინვალეს ჰქონდა მაგალითები აი დავით ულუ აჯანყდა ვერაფერი კი იყო ეს აჯანყება ვერაფერი შემდეგ იყო პატარ-პატარა აჯანყებები მაგრამ მიხვდა რომ ეს არის რაღაცა ისეთი მოცემულობა როგორც კედელი მაგრამ ის როდესღაც დაიშლება ეს რეალობას ეხლა რაც არის ეს არ არის მუდმივი რეალობა ეს მალე შეიცვლება თუ გონიათ ძალიან მალე თუ გონიათ რომ ეს ეხლა დარჩება ეს ომი უსასრულოდ გაგრძელდება არ გაგრძელდება ეს უსასრულოდ დაიშლება ევროკავშირი ნატო უკვე დაიშალა თუ სხვა რეალობა იქნება ამიტომ ის რომ შენ მოითმინო სანდე სტრატეგიულ უპირატესობას შენ ხარ არ გადმოვა მერე იმოქმედა აი ძალიან ეს არის სწორედ ჩვენი ისტორიის ნაწილი ესა გიორგი ბრწყინვალის სტრატეგია ამიტომ მე ვამბობ რომ აი ეს პერიოდი ახლა ზოგადად ტელევიზიებშიც სახელმძღვანელოებშიც ზოგადად ძეგლების თვალსაზრისით აგერ ელექტრის ძეგლი ამომეწონა მაგრამ ბრწყინვალის ძეგლიცაა დასადგამი ჩემი აზრით იმიტომ რომ ყველაზე მეტად ეხმაურება აი ამ პერიოდს არის წინწამოსაწევი რატო იმიტომ რომ ადამიანმა რომელიც იყო აშინდელი ესე იგი მონღოლთა სახელმწიფო შემადგენლობაში მისი მოითმინა დაიშალა ისინი და კავკასიაში კვლავ აქცია ისეთ სახელმწიფო როგორც იყო მე-12 სადაც იერუსალიმში ეს უფლის საფლავის ეს კლიტას გასაღები ქართულებს ჰქონდათ ხო შესაბამისად ესეთი რეპუტაციული დავით აღმაშენებლის შემდეგ ეხლა გვაქვს იმის საშუალება რომ აი ეს მოითმინოთ ეს კონფლიქტური პერიოდი გადავიდეს და გამოდივართ აი ხო ფაქტია გამოდის ეკონომიკა იზრდება პროცენტები გვეუბნება ამაზე იმათი დათვლილი პროცენტები გვეუბნება კი ბატონო ეხლა ეს არ არის რაღაცა ისეთი რაც კმაყოფილებაში უნდა ჩაგოდეს მაგრამ ტენდენცია არის იმდენად დადებითი რომ ამ მოთმინების შედეგად უფრო მეც ვიგებთ ვიდრე თუნდაც მოლდოვა ან უკრაინაზე აღარ საუბრო ხო უკრაინა აღარ იარსებობს მნიშვნელოვანი მომენტია ის რომ თვითონ ევროკავშირის ეს სტრუქტურა და ამაზე უამრავი გადაცემაც ჰქონდა წლების წინას და ეხლაც ხო რომ თვითონ აი სტრუქტურა
ჩვენ არ ქვეყნებს ძალიან ძიმე მდგომარეობაში აგდებდა. ეს ეხლა უფრო ღიად შეგვიძლია ამის თქვა. ბულგარეთის მოსახლეობა 2 მილიონი ადამიანით შემცირდა. გადააგდეს ბულგარელებმა ევროპისკენ მიდრეკილი ხელისუფლება და ამათ უხარიათ ბიჭო. თავარი მომენტი იცით რა არის? ამათ ჩვენს რეესტრის ხალხს რა. თავარი მომენტი მაგარი სახელია. რეესტრის ხალხი. რატომ აი ევროსკეპტიციზმის ერთ-ერთი ყველაზე ესეთი არგუმენტი იყო. რატომ არ განავითარა ყველა რეგიონი, ყველა ქვეყანა თანაბრად? რატომ არ გააკეთა ეს? რატომ უწევს ბულგარელებს რომ წავიდეს გერმანიაში? ჩაგვრაზე არის რატომ უწევს რომინელებს რომ წავიდეს? ორიენტირებული. რატომ არ შევიდა იქ პირიქით, იქ რატომ არ შევიდა ეს ინდუსტრიები და ეს? რატომ არ მოხდა? იმიტომ რომ იმპერიალისტური სისტემა იყო და არ იყო სოციალური სამართლიანი სისტემა. კი, პენსიები სადღაც გაეზარდა, მაგრამ ახალგაზრდობისგან დაიცალა ქვეყანა, ხო? ლიტვა, ლატვია, ესტონეთი რა, სად არის? პოლონეთმა ინდუსტრიების გამო შეძლო. და იმიტომ უკრაინელები მიიღო ბევრი. და იმიტომ რომ პოლონელებს კიდე სალკე პრეტენზიები ჰქონდათ, ცოტა სხვა როლი ეხლაც სხვა ჩვენს ევროკავშირი არ მოსწონთ პოლონელებს. და აქედან გამომდინარე ჩვენთან იმდენად ყალბისურვეთი შეიქმნა აი ამ ევროკავშირზე რომ შევალ თუ არა რაღაც 64-ში აღმოჩნდებით. არ იყო ესე, არ იყო, არასდროს არ ყოფილა ესე. კი ბატონო. ხო. მე მინდა ძალიან კარგი ხაზი არის ეს გიორგი ბრწყინვალის ხაზი და მეც სრულიად ვეთანხმები მის პათოს ძეგლთან დაკავშირებით. ზოგადად აი მართლა დღევანდელი შენც ახსენე რომ აი გავიგეო რომ აი როგორ გადავრჩით აი მეც პირადად აი ხო არის ხო რომ ბავში რო ხარ და წიგში რო კითხულობ რომ აი ხო რომ აი ესე იყო და აი მე რაღაცა ჩვენ სხვა ისტორიაში მონაწილეობთ აი ამ სახით და მართლა აი რეალურად ქართულმა ხალხმა და აუცილებლად უნდა ვთქვა რომ ბიძინა ივანიშვილის აბსოლუტური გონიერების და მისი რაციონალიზმის, იმიტომ ის აერთიანებს ამ ქართველურ ხასიათს, უდრექს და მეორეს მხრივ ამ ცივსისხლიან რაციონალობას, გათვლას, როდის რას უნდა გააკეთოს, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა, კი, მე ცხადია, რომ ქართველ რაცა უნდა გათვალოს, ასე ვთქვა, ადამიანმა ხალხის განწყობა თუ არის არეული და თუ შეიყვანეს შეცდომაში, აი სინერგია მოხდა და ხშირად არის ეს ულტრასები და ამბობენ, რომ აი რატო მანამდე და რაღაც ანუ სწორ დროს, სწორი მეთოდი. ეხლა ეს დაახლოებით სწორი პარალელი მინდა რომ სწორად გაიგოს ადამიანებმა, დაახლოებით იგივეა რომ დავით აღმაშენებელს უთხრა რომ აი შენის დავითი არა ხარ თურქცელს უკებს ხალხს რო უხდიდი. რა შვაშია? არის ის ჩდება ვითარება, იღება გეოპოლიტიკური ფანჯარა, შენ ურტყავ და მიდიხარ წინ. აბსოლუტურად, როდესაც არ არის დარტყმის დრო არ ურტყავ. ანუ ეს არის პოლიტიკის ანი და ხოე. და რა ვიცი ესე გაკეთდა, როდესაც შეიქმნა იმის ფანჯარა, რომ სუვერენიტეტის დოლე აწეულიყო ისე, რომ ქვეყანა არ ჩამოქცეულიყო, იმიტომ რომ მაგალითად ოცნებას იგივე ნაბიჯები რომ პირობეთ 2014 მე დარწმუნებული რომ 17-ში ჩამოიშლებოდა არა მარტო ხელისუფლება, არამედ შეიძლება, იმიტომ რომ იმიტომ კი არა რომ მაშინ არ უნდოდა და რაღაცები იყვნენ ისინი. ხო, ანუ უბრალოდ გაიხსნა ფანჯარა და ანუ რო გაიხსნა ფანჯარა, ხო შეეძლო რომ მაინც ძველებული სიმღერა დაიწყო როგორც მოლდოვა და უკრაინამ დაიწყო და რა დაემართა, ხო? ანუ გაიხსნა ფანჯარა და გამოიყენა, შევიდა იმ ფანჯარაში და ეს არ არის აუცილებელი რომ შესულიყო. შეიძლება ვიღაცამ ვერ წაიკითხო სიტუაცია და ვერ შევიდეს. ან მოსყიდული იყოს და არ შევიდეს. ამიტომ მე კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან დასაფასებელი არის ბიძინა ივანიშვილის ესე იგი წვლილი, ასევე ხელისუფლების წვლილი და ასევე ცხადია იმიტომ რომ მე ამ სამს ეხლა უბრალოდ თვისობრივად ყოფ, მაგრამ აი ეს სინერგია რაც იყო რა, ეს ერთმანეთთან დაკავშირება და ეს სინქრონიზაცია, ხო, ძალიან არის გამოსაყენებელი. ანუ ერთგვარი ჩირაღდანია ჩემი აზრით, რომელიც ხელისუფლებამ და ხალხმა ერთად უნდა მიიტანოს უკვე აი კონკრეტულ პროექტებში, იქნება ეს განათლების რეფორმა, ინვესტიციები თუ სხვა და თქვას რომ განათლების რეფორმა სახელმწიფო პროექტებში არის ძალიან მაგარი ამბავი და დაერხეს უნდა აი ამ ბუდებს, შხამის რა ქვია ნიჩერებას, აი კამიტის რეალურად ეს არის ანუ რეალურად ჩალვა ეს არის მეხუთე კოლონის გამოსაძრესი რეესტრის ხალხი გასული ასწავლი ბავშვი შეიძლება რომ ესე იგი ევროკავშირის პატრიოტების ვზდიდეთ უნდა ვზდიდეთ საქართველოს პატრიოტებს თუ ატყობთ ეს რეესტრის ხალხი ძალიან ვერ ახურებს ამ იმაზე რეფორმაზე რომ დაფინანსდება მხოლოდ კი არის რაღაც გამოყი მაგრამ ხალხს მაინც მოეწონა მასაში რა თქმა არ არის უკმაყოფილი. გავა. ძალიან დიდი უმრავლესობა ხალხიდან თვითონ მაგას იძახოდა. უიძახდა ხო? ანუ თან სახელებს მოთქვევინებენ ახლა ერთად რო ვითაკი და მაგას ვიძახოთ, რა? ხო. გიორგი ბრწყინვალესთან დაკავშირებით ორი სიტყვით მეც დავამატებ. თან ისეთმა პიროვნებამ გამოიჩინა თქვათ რაღაცა გონირული მოთმინება, რომელიც ბავშვობიდან უნდა ყოფილიყო არაბთან აი მოძულე, იმიტომ რომ რაც
მის მამას გაუკეთეს, თქვა. ის ხო ბავშვი იყო, კაცო, ბავშვები. ანუ მეტი შეურაცხყოფა ხო არ არსებობდა, მეტი შეურაცხყოფა არ იყო და ანუ რაღაცნაირად აი ეხლა როგორც ისინი არიან, მაგალითად აი დღეს რაღაც შერეკილებს რო უსმენ, რომ საქართველოს რო ომში რო იყო, მაშინ არ იყვნენ გაბრაზებულები და უკრაინაში ხდება და მოძული აი ეხლა რო გაყვირიან, რომ პუტინთან ერთად სადაც პუტინი იქ აერს როგორ ასუნთქავს რაღაცა ყობახის და რაღაც საშინელებები, ხო? ამ გამწარებულმა ბავშვმა, რომელიც გაიზარდა, რომელიცაც აი უფრო დიდი შანსი იყო, რომ შეცდომები დაეშვა იზღის გამო და რაღაც ხო? გონივრულად. აი გონივრულად მეტი გონიერება რო არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ რაციონალურად აზროვნებდა და გონება ჰქონდა, ქვეყანა უყვარდა, პატრიოტი იყო და რაღაცა რეალობას უწნდა თვალს. ეს იყო და ეს. ეხლა კიდევ ერთ თეორიასთან დაკავშირებით, რომელიც დადასტურდა აგერ ჩვენთან თვალსა და ხელს შუა. ესე იგი, დასავლეთს საერთოდ არ ჭირდება მომძლავრებული საქართველო. უყურე, როგორც კი საქართველოს გაუჩნდა, ჩვენთან ვლაპარაკობთ, ხო 2017-ში ვერ ვიზავდით, აგერ 22-ში უკვე რაღაცა შევძლებთ, იმიტომ რომ ეკონომიკურად რაღაცა წამოვედით, ხო? მაგზაც არ დაგვიწევს ომში ჩართვა. გასაგებია, ეს ერთი საკითხი, მაგრამ მოძლიერდა საქართველო ახლა და ნებისმიერი ასე ბრძანების ტონით იტყვიან თუ რა ფორმას არ ნახონდეს უკვე ფეხებზე. აქედან ხელისუფლებას და ხალხის ეუბნება მოდი რა კი, ხალხი თავარი ეგ. საქმე ნახე. ესე იგი ლოგიკა რას გვეუბნება? ისინი მოძლიერებულები როგორც ვერ გმართავენ. ვერა, ამაში გამორიცხულია. მაშინ შეეძლოთ სუსტები 2017-ში ანტიდისკრიმინაციული კანონი რომ მიგვაღებინეს. აი, მაშინ დასაუქმებელია ეგ. კი, მაშინ იძულებული იყო ხელისუფლება რომ მიეღო პატრიარქიც კი დაგვემდურა, მაშინ დაგვემდურა რა, ჩვენ ანუ ხელისუფლებას დაემდურა, მაშინ მაგრამ სხვა გამოსავალი არ ქონდა. ეს იყო სულ ცოტა ხნის წინ. მაშინ შეეძლოთ რომ არ დაყოლოდა ხელისუფლება და ჩამოექციათ ზუსტად იგივე მეთოდებით, რასაც ეხლა აკეთებს. მაგრამ ცოტა ხანი გავიდა, ცოტა ხანი ქვეყანა ამ ყველაფერს უძლებს. ესე იგი, ძალიან მარტივია, ორჯერ ორია. არ ჭირდება ამაზე ძლიერი საქართველო მით უმეტეს. იმიტომ არის ამხელა შეტევები გარედან გინდა თუ შიგნიდან. ნუ წარმოიდგინე ეხლა 33 მილიონიანი ბიუჯეტი აქვს საქართველოს და 4 მილიარდიანი და 93-იანი რო კონდეს, მე რაღა იქნება. არა, მე საერთოდ. ხო, არა, ორ წარმოგიდგენია. უსაფრთხოებაზე მეტი ფული დაიხარჯება, კეთილდღეობაზე მეტი. უსაფრთხოებაზე რა თქმა უნდა, ყველაფერზე. ეხლა რო საქმე ხსნით და ეხლა რო მუშაობს, რა თქმა უნდა, დაფინანსებაც არის მნიშვნელოვანი მათი ბუნებრივი. ეგრე ხო, აღარ მე უყურე მოძლიერებული ქვეყანა იქ იმაში ევროკავშირში ჯერ ვინ მიგვიღებს, მაგრამ არავის არ ჭირდება გლების ხროვაში რომ შეაგდო რაღაცა. სუსტი კარგი. სუსტი ხო, გელიც რო იყო, სუსტი იმასაც შეჭამენ. რა თქმა უნდა, იქ რა გვინდა სანამ არ მოძლიერდები. ზაზა ხალხს დასაკარგი გაუშვს. ანუ შენ რო ეუნები რომ ომში არ ვერთვები, ის რო უყურებს რომ რაღაც ცოტა ხელფასი აქვს, რაღაცა წვალი. სტაბილურობა აქვს, ხო. ანუ რო ის იყოს, მე იტყვის რომ მაინც ჭიერი ვარ, მაინც ღატაკი ვარ და დაინგრეს ეს ქვეყანა. ეხა უხეშად ვარ, ეს განწყობა იქნებოდა, მაგრამ შენ რო ეხა რაღაცა აქვს, რაღაცას და უკეთესის იმედი რო აქვს და ვიღაცა რო გეუნება, მიდი იომი. პერსპექტივას ხედავს, შიდობის რაღაცას აკეთებს, კი მინდა მეტი, მაგრამ დავაცადო ეს ხო არ ხდება ერთი შენ თავაზობ ომს. ხო, და შენ ამას რო აქვს რაღაცა, მაგიტომაც ხდება შვიდობის ნარატივი, იმიტომ რომ პროლეტარს არაფერი არ დასაკარგე საკუთარი ბორკილებისგან. ხო. და ეხლა დღეს ხო? წაღან პოლიტიკაზე ვსაუბრობთ, ანუ ჩვენ ყველა შემთხვევაში მოძლიერი ეკონომიკურად გაძლიერება გვჭირდება და მერე თანაბარ და სწორუფლებიანად ვილაპარაკებიან და ისიც ნახოთ შეიძლება იქნება თუ არა ევროკავშირი 30-მდე არ იქნება ან არა ამერიკას პატარას ვაცდით მე ვნახოთ რა სიტუაცია იქნება პოლიტიკოსი რატომ არა პოლიტიკა ხო არის ხელოვნება რა ხო ანუ უნდა მართო ქვეყანა და ხალხი შენი საქმე და მისია არის ეს თუ სწორად ვერ შეაფასე შენი ძალები შენი მოწინააღმდეგის ძალები ვერ შეაფასე და ისი არის მოქმედე ეს პოლიტიკასთან რა შუაშია ამას ხო ყველა გავაკეთეთ ჩვენ კედერთან დაჯახებას რა უნდა ნებისმიერ აგერ რეესტრის წარმომადგენელი მორია ეს ხალხი ეჯახებს გაქანდებიან და კედერს ეჯახებიან ხო და ანუ საქართველოს შეაფასა თავისი შესაძლებლობა ერთი ანუ ის რომ ჩვენ ვართ კარიბჭე შევაფასეთ ჩვენი ძალებით შევაფასეთ და ძალიან მარტივია ხო რუსეთს რა უნდა ვეომოთ მაგას რა დიდი ფილოსოფია უნდა რა თამათ მართლა რო კითხო რა გინდა დრესტის ხალხო ჯერ გინდა ლუმინალი და აბიგლუკოზა ვაფშე რა გინდა აი
რო დაინახეს ერთ ოთახში, მაგაზე გაგიჟდნენ და ადრე თუ გვიან, ხო, ჩვენ ტერიტორიულ თემაზე ყველას უნდა ველაპარაკოთ. თვითონ აფხაზებს, რუსებს, ყველას უნდა ველაპარაკოთ. მარტო ჩვენთან ეგრე სად ჩვენ არის? კი არ გლანძღავენ კაცო. თქვენ უნდა გენახათ ტრამპმა რო არჩევნებთან დაკავშირებით უკრაინაზე. იქ უნდა გენახათ, ანუ ის ხალხი, რომელიც მიტინგებზე ამერიკის დროს დადის და ტრამპის სურათები უკავია, უცებ შემოტრიალდა და რა სიტყვებით ილანძღებოდნენ, იცი რა? იაფარულავიზმი ჭირს. ხო, არა, ნუ რა მნიშვნელობა აქვს. ანუ ეს ხალხი არიან რაღაცა საცოდაობა არის, მაგრამ გამონებოთ თავი კაცო, ამათ დღის წესრიგზე ჩვენ ხო ვერ ვიქნებით. იმიტომ არის სწორად რომ სახელმწიფო როგორც კი საშუალება გაუჩნდება, გადადის მე უკვე პოზიტიურ დღის წესრიგზე. როგორც დღეს მოხდა. როგორც ხდება, მაგრამ დააკვირდით, აბა, გადავიდა თუ არა ხელისუფლება პოზიტიურ დღის წესრიგზე. BBC-ს ვითომ ის ეგრევე BBC-ს შემოაგდეს, ეგრევე აზერბაიჯანიდან შემოაგდეს, ასე შემდეგ. ანუ უნდათ რომ ხო აი ერთი კვირა იყო საშუალება და ერთ კვირაში უამრავი კანონი მიიღო ისეთი, რომელიც საზოგადოებას ჭირდებოდა თავს უკრავდა. ყველა პოზიციონერი და ოპოზიციონერი ხმა ვერ ამოიღეს, ხო? აი არასრულწლოვანებთან დაკავშირებით რო იყო და უამრავი კანონი. და ეგრევე შემოაგდეს BBC-ს ახლის თემას სხვა დღის წესრიგის სხვა. ანუ დღის წესრიგი შეიცვალა პოზიტიური და რაღაც ხალხი დამშვიდა და უცებ დაატრიალეს ეს ყველაფერი. მაგრამ ცოტა ხანში ეგეც არ იმუშავეს. რა თქმა უნდა. ეხლა ამისთანა თემა ქიმიური იარაღის გამოყენება ხალხის წინააღმდეგ ხო საერთაშორისო რაღაცას ასწავლით თემა ერთი კვირაც არ გაგრძელდა რა. ძალიან კარგად თქვა ჩვენმა პარლამენტის თავმჯდომარე ყველგან საწამლავი არც ერთი მოწამლული. დიდი მადლობა მეგობრებო, ჩვენ ძალიან საინტერესო გადაცემა გქონდა დღეს და ჩვენ სულ ესე ვიქნებით. 20 საინტერესო გადაცემის გავაკეთებთ მომავალ შაბათს.